გამარჯობა, მე ვარ ანა ჩირაძე და ეს არის მეორე ეპიზოდი დიაგნოზ მიღმა. 50 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ თურმე არ ყოფილვარ ჯანმრთელი, აკადემიურ სფეროში დასაქმებული, ვიყავ ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორი. ერთ დილით წავდექი და ვერ ვლაპარაკობ, ენის ნაწილი მაქვს გაჩერებული. სადღაც ერთი თვე დაჭირდა იმის დადგენას ამ ჩემი შეფერხებული საუბრის მიზეზი, რომ იყო გაფანტული სკლეროზი. სწორედ აი მოწმენდილცაზე რომ შეიტყვეთ ლელა ამ დაავადების შესახებ, აი როგორი მიმღებლობა გქონდათ? უნებრივია, ეგრევე მიმღებლობა არ მოდის. ახლა რაღაცა პერიოდი გჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ გადახარშო ეს ახალი რეალობა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ცხოვრებას აგრძელებ, თითქოს ხელახლა იბადებ. მაგისტრის ხარისხი მაქვს, დოქტორის ხარისხი მაქვს, სხვადასხვა სფეროში და ბოლოს დავამთავრე პროფესიული ხარისხი. კულინარიული აკადემია დაამთავრა თურმე ლელამ. ახლა რასაც ვაკეთებ, ეს არის ჩემი პირადი ბიზნესი და ამ ბიზნესის თურმე კოტეჯებს აშენებს. მოტივატორი ბევრი პაციენტის. ხო და ეს ყველაფერი არ ვარ. მაგას ვიძახი. ეს არის სივრცე, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ დაავადებაზე, არა მარტო როგორც დიაგნოზზე, არამედ ცხოვრების გაგრძელებაზე ამ დიაგნოზ მიღმა. მოძრაობა, ბრძოლა, შემეცნება, არ შეგუება, არ დანებება. გამოყვებით YouTube არხზე, გამოგვიწერეთ Instagram-ზე და Facebook-ზე, თამამად დაგვისვით კითხვები და ჩვენ მზად ვართ გიპასუხოთ.